მოდით ვნახოთ მეგობრებო, რა ელოდებათ კუროს ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს 2026 წელს. მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ აბა რა ელოდება კუროებს 2026 წელს, კუროს ნიშნის წარმომადგენლებს. წამყვანი არკანი ვნახოთ. ზოგადად 2006 წელიწადზე ფინანსების არკანი და პირადი სასიყვარულო ურთიერთობების არკანი. წამყვანი არკანი გახლავთ კვერთხების რვიანი. ძვირფასო კუროებო, თქვენ ძალიან აქტიური ცხოვრება, ძალიან აქტიური რეალობა გელოდებათ 2026 წელს. აქ მოდის სრულიად ახალი მიზნები, ახალი მიზანდასახულობა, სრულიად ახალი ენერგიები, ახალი ინტერესები და თანაც ძალიან აქტიური ინტერესები, რასაც ქვია ფიზიკურ დონეზე იქნებით საკმაოდ აქტიურები, ძალიან ბევრი ახალი მიზნების დასახვა გენდომებად, ძალიან მოდი ჟარგონს გამოვიყენებ და ძალიან ხოძე იქნებით, ძალიან ბევრი ინტერესი ჩანს თქვენს რეალობაში, ძალიან ინტენსიური ენერგიები, სადაც თქვენ აბსოლუტურად ყველაფერს ასწრებთ, სადაც თქვენ გაქვთ ბევრი ინტერესი, ბევრი სადღაც ჰობი, ხო? კარგით. ფინანსების კუთხით რა გელოდებათ? ხმლების სამიანი. იცით, ყოველი შემთხვევისთვის თითი მინდა დავაფარო. არ დამიბლოკოს YouTube-მა ან Facebook-მა. ნახეთ, მეგობრებო, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, ხმლების სამიანიდან გამომდინარე, ფინანსების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მეტად რაციონალურად განსაზღვროთ ხოლმე თქვენი ფინანსური მდგომარეობა, თქვენი ფინანსური ენერგიები და პლუს ხმლების სამიანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ დიახ 2026 წელს შეიძლება რაღაც მომენტებში იყოს კრიზისები, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ თქვენ მიზნებს, ფინანსურ მიზნებს სწორად დაისახავთ, ამ შემთხვევაში ყველაფერი საკმაოდ კარგად იქნება. კარგით, პირად სასიყვარულო ურთიერთობებში ამოვიდა პენტაკლების 6-იანი. კუროებო 2026 წელს მაქსიმალურად ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ რაში მიდის თქვენი ენერგია და სად მიდის, რამდენად სწორად მიდის, რამდენად სწორად და რაციონალურად ნაწილდება თქვენი ენერგია საკუთარ თავში და სხვა ადამიანებში, იმიტომ რომ პირველ რიგში ხართ თქვენ, პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა ვხარჯოთ, გავცეთ ენერგია, ხო? და თან დავიმუხტოთ და მერე უკვე მოდიან სხვა ადამიანები. და ნახეთ, არასდროს არ უნდა გავცეთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე ადამიანი ამას ჩვენი მხრიდან იმსახურებს. ამიტომაც ამ კუთხით მოგიწერთ მეტი ყურადღების მიქცევა. ნახოთ კიდევ ზოგადად რა ელოდება კუროებს 2026 წელს. ზოგადად რა გელოდებათ? ნახოთ აბა. ფინანსური კეთილდღეობა, განსაკუთრებით ეს ქალბატონებს ეხება, ფინანსურად უფრო მეტ ზრდას დაინახავთ საკუთარ რეალობაში, მეტი ფინანსური ენერგია მოდის თქვენკენ, რაღაც ახალი პროექტები და თან პლუს აქ მოდის, იცით როგორი ენერგია, როდესაც თქვენ საკუთარ ფინანსებთან თავს ძალიან მყუდროთ და დაცულად გრძნობთ. ერთადერთი აქ დავამატებთ იმას, რომ შეიძლება იყოს გადაღნილობები, ამიტომაც დაასვენეთ პერიოდულად მაინც საკუთარი თავის, ზედმეტად ნუ გადაღლით საკუთარ ნურც ფიზიკურ და ნურც შინაგან მდგომარეობას. კიდევ მინდა დავამატო არკანები, რა გელოდებათ კუროებო თქვენ. არკანი სამსჯავრო. აქამდე რაც კი ისწავლეთ სამყარო ისეული თვალსაზრისით, რაც კი გამოცდილება მიიღეთ, ყოველი ამ გამოცდილების შეხსენებები იქნება თქვენთვის 2026 წელს. თითქოს სამყარო ხშირად გადაამოწმებს ხოლმე, რამდენად კარგად და რამდენად სწორად გაიარეთ ესა თუ ის გაკვეთილი. ხო. და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2026 წელს ის თუ თქვენ თავად როგორი დამოკიდებულება გექნებათ საკუთარი თავის მიმართ. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით, უღრმესი მადლობა და წარმატებები.